ირანში საქართველოს პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტის პარალელურად ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ პირდაპირ ეთერში წაიკითხა იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვისი სიკვდილიც ალი ხამენეის სახელს უკავშირდება. აკაკი საღინაძე ქალაქის მერიის წინ 5 საათიან უწყვეტ ლაივში იყო. მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილი მიემგზავრება ირანის ყოფილი დიქტატორის დაკრძალვაზე, რომლის გადაწყვეტილებითაც მოკლულია სულ მცირე 12891 ირანელი. ცნობისათვის 30 ივნისს მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას დაესწრება. აიათოლა ალი ხამენეის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში იმამ რეზა სალოცავში 9 ივლისს დაკრძალავენ. მანამდე 4 ივლისიდან სამგლობიარო ცერემონიალი თეირანში, ყუმში, მეშჰედსა და ერაყის ნაწილში 5 დღის განმავლობაში გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტი ჩადის ირანის ყოფილი დიქტატორის ალი ხამენეის დაკრძალვაზე. დღეს მე წავიკითხავ ათასობით უდანაშაულო მოკლული ირანელი დემონსტრანტების სახელსა და გვარს უწყვეტი 5 საათის განმავლობაში Facebook Live-ით. ეს იქნება მათი ხსოვნისადმი პატივსაცემად. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად მტერიც უნდა გვიყვარდეს, მაგრამ მას არ უნდა დავარქვათ მეგობრის სახელი. ძალიან სამწუხაროა ის, რომ ირანში, სადაც ავტორიტარული დიქტატორული ძალების წარმოჩენა ხდება აი ამ დაკრძალვის ცერემონიალით, დღეს საქართველოც ერთვება ამ პროცესში. აქციებზე დაკავებული თორნიკე თოშუასა და მინდია შერვაშიძის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შორენა გუნცაძის გადაწყვეტილებით თორნიკე თოშკოა დარბაზიდან გაათავისუფლეს, მინდია შერვაშიძე კი სასჯელ აღსრულების დაწესებულებას დღეს დატოვებს. მხარეებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მას შემდეგ გაასაჩივრეს, რაც მოსამართლე ელენე გოგუაძემ ბრალდებულებს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა სასჯელის უფრო მკაცრ ზომას, ხოლო დაცვის მხარე გამომართლებელ გადაწყვეტილებას ითხოვდა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით აქციებზე დაკავებულ თორნიკე თოშკოასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელის ზომად 10 თვე და 15 დღე გამოეცხადათ, რაც მათ უკვე გაატარეს სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში. ზობისათვის რუსთაველზე მიმდინარე პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეებს პროკურატურა ყოფილ ფეხბურთელსა და ქართული ოცნების მხარდამჭერზე ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობას ედავებოდა. 37 წლის თორნიკე თოშკოა და 33 წლის მინდია შერვაშიძე რუსთაველის გამზირზე 2025 წლის 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 16 აგვისტოს დააკავეს. მათ ბრალი წარუდგინეს ძალადობაში, რომელმაც ადამიანს ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა მიაყენა, მაგრამ ჯანმრთელობის დაზიანება არ მოჰყოლია. სისხლის სამართლის კოდექსის 126 პირველი პრიმამუხლის ბექვე პუნქტია. დაკავებულები ბრალს არ აღიარებდნენ და აცხადებდნენ, რომ პროვოკაციის მსხვერპლი იყვნენ. დაზარალებული სტატუსის მქონე ბექა გოცირიძის დაკითხვამ კი ტკივილის განცდის გარემოება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ბექა გოცირიძემ სასამართლოში დაკითხვისას თქვა, რომ ნანობს 2025 წლის 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე გავლას ვერ გაუგია, რატომ მოხვა ამ ხელა ამბავი მომხდარს და რატომ არ შეიძლებოდა ბრალდებულები უბრალოდ გირაოთი გაეშვათ სახლში. ცნობისათვის ბექა გოცირიძე 2026 წლის 8 თებერვალს გარდაიცვალა. ბათუმში არასოწონების ტრაფიკინგის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები დგინდება, რომ ბრალდებულება მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ტრაფიკინგის გეგმა შეიმუშავეს, რომელშიც საკუთარის არასრულწლოვანი შვილები ჩართეს. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები არასრულწლოვან შვილებს ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით ბათუმში ტურისტულ ადგილებსა და სხვა ტერიტორიაზე მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ. ასევე დგინდება, რომ შეგროვ თანხას ბრალდებულები ისაკუთრებდნენ. სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარვლის საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება მოიპოვეს. ამ ეტაპზე დაზარალებული არასრულწლოვნების სახელმწიფო ზრუნვის სერვის ცენტრებში არიან განთავსებული და მათ ჯანმრთელობა საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 153 სეკუნდა მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. Ragazzi, utilare. Non c'è che vi sfogavo. Aber rasta. Mit mir angarici, sì. Vicino a cap, genial.
Sacha. Ha. Da zube kada zuwara. Zube kada lapai. Da takat. Hay şagmaya. Yani da zube خلاص کرده. شابی. سازه تو ساری مدکانی ها. Hatta te خلاص کرد zuwara. Sen de aparatı çitek yıktır. Bobşiri çıktım ben. Davay çalışmış berat ka. Çalışmış ben. Oğluk geldi kuş. Davay Hayır, bu hafta var. Sen çekirdi o tabi sabgıla var. Ama no, şaşlı bir men mo. Zıvı kadar genç mo. აგზელებს სხვადასხვა კატეგორიის, მათ შორის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ შესაბამისი საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების გატარებას. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა არასრულწლოვანი ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავეს ტრეფიკინგის გეგმა. გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით გადაიბირეს მათზე მატერიალურად დამოკიდებული არასრულწლოვანი შვილები, რომლებსაც ბათუმში ტურისტულ ადგილებსა და სხვა ტერიტორიაზე მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ. ასევე დგინდება, რომ შეგროვებულ თანხას ბრალდებულები ისაკუთრებდნენ. გამოძიების მსვლელობისას მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებით დასტურდება დანაშაულის ჩამდენი პირების მიერ დანაშაულის განხორციელების ფაქტი. არასრულწლოვანები გადაყვანილი არიან სახელმწიფო სერვის ცენტრებში, რომლებსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხე აღარ ემუქრებათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 153 სეგუნა მუხლის მეორე და მესამე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე ვადი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.